მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის მთავარ ამბებს, სოლიდარობა მზია მაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. აჭარის რეგიონული მედიის, აჭარა ტაიმსის ხელმძღვანელს სულხან მესხიძეს ხელვაჩაურის საკრებულოს ხდომაზე დეპუტატები ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ხელები გადაუგრიხეს და ხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საკუთრივ მესხიძე ავრცელებს. როგორც სულხან მესხიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, დეპუტატებს მისი დასმული შეკითხვები არ მოეწონათ და გაღიზიანდნენ. მესხიძე გვეუბნება, რომ ამ დრომდე არ განუმარტავთ მისთვის თუ რა მიზეზით შეეზღუდა საჯაროს ხდომაზე დასწრება და გაშუქების შესაძლებლობა. მიზეზების გასარკვევად ჩვენ ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეს თენგიზ ირემაძესთან დაკავშირება ვცადით, თუმცა იგი ჩვენ ზარებს არ პასუხობს. დაიწყო თუ არა მოკვლევა ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უწყებაში გვითხრეს, რომ მოიკითხავენ. საკრებულოს ხდომას დაწყება საკლდა 2 წუთი, რომლის შემდგომაც როგორც ჩანს მიიღეს გადაწყვეტილება ჩემი შიგნით შეშვების, თუმცა ეს შიგნით დაშვება აღმოჩნდა ხანმოკლე, რადგან როდესაც მე შევედი საკრებულოს ხდომაზე, რამდენიმე ჩინოვნიკს კითხვით მივმართავდი და მაინტერესებდა საკრებულოს შიდა სივრცე რატომ იყო სავსე საჯარო მოხელეებით, რითაც მიზანმიმართულად იზღუდებოდა მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ადგილები. ამ კითხვებზე და ამ ფაქტით დაინტერესებაზე აგრესია ჰქონდათ საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებს და ეს აგრესია გამოიხატებოდა ჯერ სიტყვიერად, რომლის შემდგომაც უკვე ისინი გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშწორებაზე. ხელების გადაგრიხვის პრინციპით მე საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გამომათრიეს, გადაჭარბებით არ არის ეს ნათქვამი, ნამდვილად გამომათრიეს საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან და მე უკვე შემეზღუდა საჯარო სხდომის გაშუქების შესაძლებლობა. ჩემზე სიტყვიერ და ფიზიკურ ანგარიშწორების ფაქტს აკვირდებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, რომელსაც რეაგირება კანონდარღვევაზე არ მოუხდენია. ჩემთვის ამ დრომდე არ განუმარტავთ თუ რის საფუძველზე დამატოვებინეს სხდომათა დარბაზი და კანონით მონიჭებული უფლება რატომ შემიზღუდეს. ოზურგეთში მომხმარებელმა ჩუდოს იოგურტში მისივე თქმით თაგვი აღმოაჩინა და ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პლატფორმა გური ავრცელებს. მედიის ცნობით შემთხვევა გუშინ მოხდა, როცა მომხმარებელმა ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში ჩუდოს მიერ წარმოებული თხევადი იოგურტი იყიდა. ჩვენი რედაქცია დაუკავშირდა კომპანია ვიმბილდან საქართველოს, რომელიც ჩუდოს პროდუქციას აწარმოებს. კომპანიიდან მოგვწერეს, რომ ფილტრაციას, რომელსაც პროდუქცია გადის, გამორიცხავს რაიმე სახის ელემენტის მოხვედრას. ჩვენ კომპანიას ვკითხეთ, ფიქრობენ თუ არა, რომ მომხმარებელი იტყუება. პასუხის მიღებას ველოდებით. ჩვენ ასევე დაუკავშირდით სურსათის ეროვნულ სააგენტოს. უწყებაში გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს მოკვლევა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო საჯარო ინფორმაციის მოწოდებისთვის საჩივრის გაგზავნა დასჭირდა. უწყებამ ჩვენს წერილს 39 დღის შემდეგ უპასუხა, თუმცა კითხვებს არა. არადა 12 აპრილს გაგზავნილ წერილში მოყვანილი კითხვები ეხებოდა 2 არასრულწლოვნის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის საკითხს და სააგენტოს მიერ მსხვერპლების მიმართ გამოვლენილ ზრუნვას. რადგან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ შეკითხვებზე არ გვიპასუხა, ჩვენთვის კვლავ უცნობია თუ რა მიზეზით არ დაენიშნათ შესაძლო ძალადობის მსხვერპლებს ფსიქოლოგი და ისიც ახლა იღებენ თუ არა ამ მომსახურეობას. ბოლო ინფორმაციით ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვნებდე შესაძლო სექსუალური ძალადობიდან თითქმის 1 თვის თავზე ბავშვებს ფსიქოლოგი არ ჰყავდათ. დღეს ინფორმაციის გადამოწმება ერთ-ერთის დედასთან ვცადეთ, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა. ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია ჩვენ რამდენიმე დამოუკიდებელმა წყარომ 11 აპრილს მოგვაწოდა.
მოგვაწოდა. მომხდარი დაგვიდასტურა ერთ-ერთის დედამ და საკუთრივ ძალადობის მსხვერპლმა, რომლებიც გვეუბნევიან, რომ საზოგადოების შეფასების გამო ამბის გახმაურება არ სურდათ. სავარაუდო მოძალადე ბავშვების მეზობელი კაცი დაკავებულია. გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს. ვრცელი მასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდზე. 350,000 ლარზე მეტი დაუჯდება ცენტრალურ ბიუჯეტს 26 მაისს ახალციხეში ღონისძიების ჩატარება. დაცული ტერიტორიების სააგენტომ შეპესე ვანილა ივენს გამარტივებული შესყიდვების საშუალებით ხელშეკრულება უკვე გაუფორმა. ეს კომპანიისთვის 193 გამარტივებული შესყიდვაა. ხელშეკრულების მიხედვით 50,000-მდე ლარს მოწვეულ მომღერლებს გადაუხდიან, ხოლო ადგილობრივ ანსამბლ მესხეთს, რომელიც საქართველოს ჰიმნს შეასრულებს 0 ლარს. კონკრეტულად რამდენ სიმღერას იმღერებენ და როგორ გადანაწილდება თანხა ზაზა მარჯანიშვილზე და ნალი ბენდზე, მაია ბარათაშვილზე და ჯაზ ტრიოზე, მარიკო ებრაელიძეზე, ანუკი უზნაძეზე, თემო საჯაიაზე და ტრიო ბალადაზე მითითებული არ არის. რა პრინციპით გადაწყდა ხელშეკრულების გამარტივებული წესით გაფორმება კომპანიასთან, რატომ არ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი და რა პრინციპით შეარჩიეს კომპანია. სადაო ლეგიტიმაციის მთავრობის ადმინისტრაციაში გვეუბნევიან, რომ საკითხს მოიკითხავენ. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ბედნიერ უქმებს გისურვებთ.